მახსოვს შემითავი როცა ახალგაზრდა ვიყავი და თბილისში თქვათ ასე ვიღვიზებდი თბილისში სულიერად ვიღვიზებდი და ამ გაღვიძების თავარი მექანიზმი არ ვიცი როგორ თქვა იყო განცდა სიბნელის უსამართლობის და ძალადობის და ტყუილის რომელიც როგორც ოკეანე იყო ჩვენს გარშემო და სულებით არ აქვს მაშინ მნიშვნელობა იმას რა ხდება მოსკოვში და ეს რუსების ბრალია თუ ვისი ბრალია ეს იყო ჩვენი ცხოვრება ქართველების და ქართველების მიერ ნათქვამი ტყუილი ქართველებში დაარსებული სიბნელე მოძალება აბიდების სახეშრო გეუბნებიან ტყუილთან თვალსაც ახამხამდნენ გართმევენ უსამართლოდ რაღაცას გახჩობენ გუნავენ და შეთქმაც არ შეიძლება არაფრის იმიტომ რომ ენა გარშემო ენა ბუნებრივი ენაც გახდა ოფიციალური და რაღაცნაირი რიტუალური და ენაში რაც გტკიოდა ის სიხარული იყო რაც არ აქონდა ის იმით თვითონ ვიყავი მდიდარი ენაში ყველაფერი და ამ ენაში ვერაფერს ტკივას ვერ დამახატავდი და ვერ შეწყობდი ადამიანს რომ აი შენ ამას იპარავ ამას ართმევ საქართველოს ამას ყიდი საქართველო გაყიდული ქართველების მიერ ენას გაყიდული იყო აბა საბჭოთა ენა ქართული საბჭოთა ენა ქართული ენის გაყიდვა არ არის